ფემინისტურ მოძრაობას სერიოზული შედეგები აქვს, რადგან ქალების სქებისა და მათდამინდობის სახელით მამაკაცების ცხოვრება ნადგურდება. და მე ცოტა ხნის წინ შემთხვევით გადავატყდი ამ ვიდეოს და ვფიქრობ, ალბათ უნდა ვისაუბროთ ამაზე. მოგესალმებით Pushback-ში. მე ირაკო ვარ. ეს არის ეთანისგან, ახალგაზრდა ბიჭისგან, რომელმაც დაწერა, როგორ გაანადგურა ერთმა გოგომ ჩემი მთელი საშუალო სკოლის ცხოვრება. გამარჯობა ყველას. დღევანდელი ვიდეო ცოტა განსხვავებული იქნება. ნევაპირებ ვისაუბრო რაღაცაზე, რაზეც დიდი ხანია თქვენთან საუბარი მინდოდა. და ეს არის ბოდიში ალბათ ყველაზე დამაზიანებელი რამ, რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა. მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. დასაწყისისთვის მე მე-9 კლასში ვიყავი, როცა ეს მოხდა. და ძირითადად ბაემნობის მხრივ სრულიად ახალბედა ვიყავი. მე-9 კლასამდე არასდროს მყოლია შეყვარებული. კარგი, მე-9 კლასი ძალიან პატარა ასაკია. რა თქმა უნდა, ამ დროამდე არ უნდა ყნა ყოლოდა შეყვარებული. და ნამდვილად მე-9 კლასში არ უნდა ქონოდა საქმე გოგოსთან, რომელსაც შეუძლია შენი საშუალო სკოლის ცხოვრება გააფუჭოს. ეს ძალიან პატარა ასაკია. და ეს თავისთავად უკვე პრობლემურია. საერთოდ არასდროს ყოფილვარ არც ერთ გოგოსთან. უბრალოდ სიმპათიები მქონდა, რა თქმა უნდა. მანამდეც მქონდა სიმპათიები, მაგრამ წარმატებული ურთიერთობა არასდროს მქონია. ასე რომ შეყვარებული არ მყოლია. და ჩემი პირველი შეყვარებული, რომელიც მე-9 კლასში გავიცანი, მის სახელს რა თქმა უნდა არ დავასახელებთ, უბრალოდ ეხლა მას იმ გოგოს დავუძახებთ, კარგი? და ეს გოგო იმ დროს ფიქრობდი, რომ ძალიან ლამაზი იყო. არ ვიცი, უბრალოდ რაღაც ჰქონდა მასში, რაც ძალიან მომწონდა. ამიტომაც მივედი მასთან, რა თქმა უნდა. მის ნომერს სულელური გზით ვთხოვე. ვითომ დავეცი და ტელეფონი დავაგდე. როცა ამიწია უთხარი, შეგიძლია შენი ნომერი ჩამიწერო? მართლა სულელური იყო, როგორც ვთხოვე. მაგრამ ხო. იცი რა არის ამაში სამწუხარო? როცა მასზე ლაპარაკობს, აშკარად ჩანს როგორ მოსწონდა ის გოგო. მოდი ვნახოთ რა მოხდება. ცოტა თემას გადავუხვიე. მას შემდეგ რაც ასე მოიქცა, თავისი ნომერი მომცა და ცოტა ხანს ვწერდით ერთმანეთს. მესამე, დღეს ვეთითმის უთხარი მიყვარხარ. ეს ძალიან სულელური იყო. მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი. ესეთი რაღაცის თქმას რა შედეგები შეიძლებოდა ქონოდა, ხო გესმის? ხო, იმიტომ რომ მე-9 კლასში ხარ. ასე რომ რა თქმა უნდა უთხარი რომ გიყვარს, იმიტომ რომ გონია რომ საყვარელია და ეს უბრალოდ ბავშვობის სისულელეა. არ არის რაღაცა სიგიჟემდე ბევრი შედეგი. სადია ზოგჯერ ეს კარგიცა, მაგრამ ურთიერთობის დასაწყისში ამის თმა არასდროს არის კარგი. და ეს მალე თავადაც ვისწავლე. დაახლოებით 1 თვის შემდეგ ჩვენ ერთად ვიყავით. საუბრის 1 კვირის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა ოფიციალური გახდა. და იმ თვის განმავლობაში ეს მართლაც კარგი ურთიერთობა იყო. ის იყო პირველი გოგო, რომელსაც ვაკოცე და ვისთანაც ვკოცნაობდი. ეს იყო მაქსიმუმი, რაც ოდესმე გავიკეთებია. და ეს არის მთავარი რამ, რაც მინდა იცოდე. ეს იყო მაქსიმუმი, რაც ოდესმე გავიკეთებია ერთმანეთთან. და ეს ბევრია მე-9 კლასელისთვის, ხო ესეა? ვკოცნაობა დიდი ამბავია. მალე მივხვდები რატო გეუბნები ამას. იმ თვის შემდეგ კი მგონი სულ 2 თვე ვიყავით ერთად. კიდევ ერთი თვე გავიდა. და მე ნელ-ნელა ვკარგავდი მის მიმართ გრძნობებს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ის ჩემი პირველი შეყვარებული იყო. მე-9 კლასში ვიყავი. ეს ყველაფერი ჩემთვის ახალი იყო. დავიწყე მისი ნამდვილი სახის დანახვა. და ნელ-ნელა აღარ მინდოდა მასთან ყოფნა, ხო გესმის? და ასეც პატარა ასაკში გოგოსთვის ამის ახსნა ძალიან რთული იყო. ამიტომ იმის ნაცვლად რომ პირდაპირ ამეხსნა მისთვის, გადავწყვიტე რომ შობის არდადეგებზე დავშორებოდი. და შემდეგ მივხვდი რომ ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა იყო. რაც კი ოდესმე დაამიშვია ჩემს ცხოვრებაში. და ეს ჩემთვის ძალიან მძიმეა. ვგულისხმობ ის რომ ესეთ ახალგაზრდა ასაკში თავის ცხოვრებაში ყველაზე დიდ შეცდომებზე საუბრობს ძალიან სამწუხაროა. მართლა ძალიან სამწუხაროა. სად არის ბავშვების გულუბრყვილობა და მათი თავისუფლება? უბრალოდ იყვნენ ისეთები როგორებიც არიან. არა მიზეზოდ. ასე რომ როცა მას დავშორდი, თავიდან ყველაფერი ნორმალურად ჩანდა. საოცრად, არც ერთი მესეჯი არ მიმიღია, არც ზარი მქონია. მაგრამ რაც მოხდა, იყო ის რომ შობის არდადეგების შემდეგ სკოლაში წავედი. და ფაქტობრივად ყველა ადამიანი, ვინც კი ვიცნობდი, ან ვისაც სკოლაში ვიცნობდი, უცნაურად მიყურებდა, ცუდად მიყურებდა, ან პირდაპირ ჩემზე კომენტარს აკეთებდა, ან ჩემს წინ რაღაცებს ამბობდა, რაც არ მომწონდა. გესმის? და რაც ვერ გავიგე ამ ყველაფერში, იყო ის რომ არ ვიცოდი რა მოხდა. გესმის? ძალიან ნერვიულობდი. მეგობრებს ვკითხე და მათ უბრალოდ სულიად დამაიგნორეს. და მივხვდი რომ არ მხოლოდ სკოლაში ხალხის პატივისცემა დავკარგე, არამედ მასწავლებლების და მეგობრების პატივისცემაც დავკარგე. და ჯერ კიდევ არ ვიცოდი რატომ. ეს ძალიან ტრაუმული გამოცდილებაა პატარა ბავშვისთვის. ნახე, არ ვიცი ეს ბავშვი მართალია თუ არა, ჯერ კიდევ არ ვიცი რა მოხდა. ეს პირველად თქვენთან ერთად ვუყურებ, მაგრამ რაღაც გრძნობა მაქვს.
შესაბამისად, მივედი იმ გოგოსთან, რომელთანაც ეხლახან დავშორდი. თითქმის მისი სახელი თქვი, ამიტომ ვიდეო იქ შევთვიტე. მაგრამ მივედი იმ გოგოსთან, რომელთანაც დავშორდი, და მან მითხრა, რომ მომხდართან არაფერი ქონდა საერთო. დავკითხე, რა მოხდა მეთქი, მაგრამ დეტალების ახსნაზე უარი თქვა. და მე ხალხისგან მესეჯების მიღება დავიწყე, სადაც ძალიან საინტერესო რაღაცებს მეკითხებოდნენ. და მომივიდა სკრინები ჩვენი მიმოწერის, რომელიც მხოლოდ ჩვენ ორს გქონდა. და ეს იყო ძალიან ინტიმური, პირადი შეტყობინებები, სადაც ერთმანეთს ვეუბნებოდით, რომ გვინდოდა ერთმანეთთან კოცნა, რაღაცების გაკეთება, ისეთი რაღაცები, რასაც ჩვეულებრივ არ გაავრცელებდი. ისეთი რამ, რასაც სკრინშოტს არ გადაუვებდი და საჯაროდ არ გაავრცელებდი. მაგრამ მაშინ ეს ყველაზე ნაკლებად მადარდებდა. ხალხი მხოლოდ იმიტომ კი არ ფიქრობდა, რომ უცნაური ვიყავი, რომ ჩვენი პირადი მიმოწერა სხვებს აჩვენეს. არამედ იმიტომაც, რომ მან უთხრამად რაღაც, რაც თითქოს მე გამეკეთებინა, თუმცა აშკარად ასე არ იყო. მაგრამ ამას ახლავე მიუბრუნდები. გული მტკივა ამ ბიჭისთვის. ბიჭი. დაახლოებით 3 თვე გავიდა მგონი. მე-11 კლასი დავამთავრე, გონი დაახლოებით 4 ან 5 თვე იყო სინამდვილეში. ხო, 5 ან დაახლოებით 4-5 თვე. მქონდა დასრულებული მე-9 კლასი და მე-10 კლასში გავიგე რა ხდებოდა სინამდვილეში. ასე რომ მე-10 კლასი დავიწყე აშკარად საკმაოდ არეულ მდგომარეობაში, რადგან ყველა მეგობარი დავკარგე. ყველა ვინც ჩემს გარშემო იყო, უბრალოდ აღარ უყვარდი, ხო გესმით? და მაინც არ მქონდა წარმოდგენა, რატო? რადგან ვიცოდი რომ რაც არ უნდა ყოფილიყო, ეს მხოლოდ პირადი შეტყობინებები არ იყო. გულით გრძნობდი რომ ეს ერთადერთი არ იყო რაც მოხდა. და შემდეგ ერთმა ადამიანმა, მხოლოდ ერთმა ადამიანმა, თლიანად შეცვალა ის რაც ჩემთან მოხდა. მან ამ ადამიანმა პირდაპირ მომიახლოვდა და მკითხა: "შაშან გოგო, ხომ არ გავაუპატიურე?" არ ვაპირებ დავასახელო ის ადამიანი, ვინც ეს მკითხა. მაგრამ ის მოვიდა ჩემთან და ეს მკითხა. და როცა ამ ადამიანმა ეს გააკეთა, ცხადია უარი თუ პასუხე. არ მქონდა წარმოდგენა რაზე ლაპარაკობდა, მაგრამ უბრალოდ ხო გესმით, ვერ დავიჯერე რაც თქვა. ხო გესმით, ვერ დავიჯერე რომ ეს ადამიანი იყო ის, ვისაც ასე დიდი ხანია ვიცნობდი. და სხვათა შორის ეს უბრალოდ შემთხვევითი ადამიანი არ იყო. ეს იყო მეგობარი, რომელიც მე-5 კლასში მყავდა. მე თითქოს დავშორდით ერთმანეთს და შემდეგ ისევ შევხვდი სკოლაში მანამდე, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, სანამ ჭორს გაიგებდა. შემდეგ მოვიდა ჩემთან და ეს მითხრა. და მე საერთოდ ვერ ხვდებოდი, ახდებოდა, ხო გესმით? და აღმოჩნდა, რომ როცა თავი ამიხსნა, აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ ის ფიქრობდა თითქოს წინა წელს ვინმე გამაუპატიურებია, არამედ ბევრი ადამიანი, თითქმის ყველა, ვინც ამ გოგოს იცნობდა, ან მის შესახებ იცოდა, ამის შესახებ იცოდა და ეგონათ, რომ მე ეს გამეკეთებინა. და ჩემთვის წარმოუდგენელია რა ძალა აქვს გოგოს, რომ უბრალოდ ასეთი ამთქვას. და ეს ამბავი შეიძლება სრულიად გადამეტებულად გავრცელდეს. იმიტომ რომ თავარი კითხვა რაც აქ მაქვს, იმ ფაქტის გარდა რომ ეს სრულიად არასწორია, როცა ვინმე ესეთ ბრალდებას გამოთქვამს ყოველგვარი მტკიცებულებისა და დამადასტურებელი საბუთის გარეშე და შემდეგ ადამიანს, ანუ მამაკაცს, უწელს შედეგების გადატანა. რა ხდება ჩვენს ახალგაზრდა გოგონებთან, რომ ისინი ფიქრობენ თითქოს ეს უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ გაამართლონ საკუთარი ტკივილი. საიდან მიიღო 9 წლის გოგონამ რწმენა, რომ თუ ის გაავრცელებდა ამბავს, თითქოს ამ ბიჭმა ის გააუპატიურა და ამიტომ დაშორდნენ, რადგან ვარაუდობ, რომ ასე მოიქცა. ის იყო ნაწყენი, შეურაცხყოფილი. როდის გახდა ეს ნორმა? როგორ გახდა ეს ნორმა? და გეტყვით, ეს არის Me Too მოძრაობა. აი ესეა, ეს უბრალოდ შოკის მომგვრელია. რაც მე ვიცი, თავიდან ეს უბრალოდ პირადი შეტყობინებები იყო. და შემდეგ ეს ვიღაცამ გადააქცია. არ მინდა მხოლოდ მას დავაბრალო ეს, მაგრამ ვიღაცამ ეს სექსუალურ ზალადობად აქცია. და შემდეგ ვიღაცამ პირდაპირ გადააქცია ეს ბოდიში. ვიღაცამ პირდაპირ გადააქცია ეს გაუპატიურებად. არ ვიცი ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ვინც ეს ჭორი ჩემზე გაავრცელა, მაგრამ ეხლა მისი შეჩერება შეუძლებელი იყო, რადგან უკვე 1 წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც ეს ამბავი პირველად გავრცელდა. და არა მხოლოდ ყველა მეგობარი დაუკარგე ამის გამო, არამედ საკუთარი თავიც დაუკარგე. იცი, გონებასაც კარგავდი ნელ-ნელა. და გადავიდეთ მე-11 კლასში. ეხლა 2 წარუმატებელი წლის შემდეგ, როცა ვერც გოგოს პოულობდი და ვერც მეგობრებს, ბოლოს და ბოლოს ვიპოვე ერთი გოგო. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ქონდა. ამ დროისთვის უკვე 2 წელი იყო გასული და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამ გოგოსთან ურთიერთობა შევძელი, ის იყო რომ თავიდან ის ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც არ იჯერებდა ამას და ფიქრობდა რომ საკმარისი მტკიცებულება ან საბუთი არ არსებობდა. ის ერთ-ერთი იმ იშვიათი ადამიანთაგანი იყო, ვინც იცოდა რომ მტკიცებულებების, საბუთების ან რაიმე მსგავსი ფაქტის გარეშე უბრალოდ ვერ იტყვი ასეთი რამეს ვინმეზე. და ამისთვის მინდა მადლობა გადაუხადო მას, რადგან დიახ, ის ალბათ ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც მაშინ ამას არ იჯერებდა. მაგრამ ხო, აქ ცოტა ვიფანტები. საბოლოოდ, ამ ყველაფერთან ასე დიდ ხანს გამკლავებამ ძალიან დაბალ წერტილამდე მიმიყვანა ჩემს ცხოვრებაში. და საფადვე უბრალოდ მინდა უთხრა იმ გოგოს, ვინც ეს ყველაფერი დაიწყო. წადი შენი, მართლა მზულს ის ფაქტი, რომ ეს გამიკეთე.
და მართლა იმედი მაქვს, რომ ეს დაგამახსოვრდება თუ ამას უყურებ. იმიტომ რომ მან მიმიყვანა იმ წერტილამდე, სადაც ანუ იმ გოგომ, ვინც ჭორი გაავრცელა, მიმიყვანა იმ წერტილამდე, რომ თვითმკვლელობა ვცადე. არა მხოლოდ ერთხელ, არამედ რამდენჯერმე. და შემდეგ იყო ერთი კონკრეტული ღამე, როცა ყველაფერი მზად ჰქონდა. ვიცოდი, რომ იმ ღამეს გავაკეთებდი ამას. მაგრამ მე მამა ჩემი შემოვიდა და ყველაფერი ნახა და შემდეგ უკვე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამიშვეს. ხო გესმის? და ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ ერთმა გოგომ რაღაც თქვა, რაც არ უნდა ეთქვა. და რაც მინდა რომ იცოდე, არის ის რომ არა მხოლოდ ძალიან ფრთხილად უნდა იყო ვის ენდობი შენ ცხოვრებაში, არამედ უნდა იცოდე რომ თითქმის არ არსებობს გზა. და სიტყვა თითქმის მიზეზით ვამბობ, მაგრამ თითქმის არ არსებობს გზა, რომ თავი დაიცვა ასეთ სიტუაციაში. რადგან რაც უნდა გაიგო არის ის, რომ ადამიანები და ვგულისხმობ ყველას, სურთ რაღაც მსგავსი მოისმინონ. მათ ავნად საპირისპირო მოისმინონ, რომ ეს უბრალოდ ჭორი იყო. ეს არ მომხდარა. მათ მოსწონთ მსგავსი ამბების მოსმენა, რადგან ეს მათ სალაპარაკო თემას აძლევს. და როცა ადამიანებს სალაპარაკო აქვთ, მხოლოდ ეს უნდათ. და ამიტომ, როდესაც საქმე ესეთ რამეს ეხება, პრაქტიკულად შეუძლებელია საკუთარი თავის დაცვა. საუკეთესო რაც შეგიძლია გააკეთო, როცა ესეთი რამ ხდება, არის ის, რომ გააგრძელო ცხოვრება და გაიგო, რომ ნამდვილი მეგობრები, რომლებიც ყავს, თუ ისინი ნამდვილად შენი მეგობრები არიან, არ დაიჯერებენ იმას, რასაც გაიგებენ. ხანდახან, როცა ესეთი რამ ხდება, ეს არც ესეთი მასშტაბურია, რომ თელმა სკოლამ გაიგოს ამის შესახებ. ასე რომ, მაფა ვიმედოვნებ, რომ ვინც მსგავს სიტუაციაშია, ყველას არ ეცოდინება ამის შესახებ. მაგრამ ხო, საოცარია, რა შეიძლება გოგო გაუკეთოს შენს ცხოვრებას. რა? საშინელი ამბავია. ნახეთ, ჩვენ დეტალები არ ვიცით. ეს ვიდეო იმიტომ გააკეთა, რომ იქნებ მართვა რაღაც ჩაიდინა, მაგრამ სწორედ ეს არის მთავარი საკითხი. არ არსებობს გზა, რომ ესეთ რამეს წინ აღუდგე და ებრძოლო. და მას ნამდვილად ძალიან გონიერი შეხედულება აქვს, რომ ხალხს ესეთი ამბები მოსწონს, მათ სურთ სალაპარაკო თემები, ჭორები, ეს სიამოვნებთ. სრულიად მიუღებელია, რომ ქალების თავისუფლების ფასი კაცების სიცოცხლეებით იზომება. ის, რომ ქალებს შეუძლიათ ისაუბრონ თავიანთ საშინელ გამოცდილებაზე, სადაც კაცებმა მათზე იძალადეს, ნიშნავს, რომ უდანაშაულო კაცებს ამის საფასურის გადახდა უწევთ. და ეს ქალების უპასუხისმგებლო ქცევის გამო ხდება. ამ ახალგაზრდა გოგონამ სცადა გაემართლებინა თავისი ემოციები. ის განაწყენებული იყო, შერცხვენილი იყო და ამიტომაც დაიწყო ჭორების გავრცელება. ეს ჭორები უფრო და უფრო მძაფრდებოდა. მაგრამ ბიჭის ცხოვრების განადგურება, ბიჭის რომელიც ალბათ ვეღარასდროს შეძლებს ბოლომდე ენდოს ვინმეს, ეს მის მთელ ცხოვრებას დააზიანებს და დააბინძურებს. მისი ცხოვრების დარჩენილი ნაწილი ის იცხოვრებს ამ ცოდნებს, ამ ცოდნით, უნდობლობით, ღრმა ტკივილით, იმის შეგრძნებით, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ასე უცებ უღალატოს მას ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. ეს სრულიად მიუღებელია. და ათობით, თუ არა ასობით, თუ არა ათასობით ესეთი ისტორია არსებობს მამაკაცების შესახებ, რომელთა ცხოვრებაც გაანადგურეს ქალებმა, რომლებმაც ის უფლება, რაც სხვა ქალების შრომითა და თავგანწირვით მიიღეს, ბოროტად გამოიყენეს. და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი და გულისამრევი თავისუფლების გამოყენება, რომელიც დღეს ქალებს აქვთ მინიჭებული. ეს ჩემთვის გაუგებარია. კიდევ ერთხელ, ის მე-9 კლასშია, ის სულელია. მაგრამ სადღაც რაღაცნაირად ეს იდეა შეაღწია მის გონებაში, რომ თუ გაუპატიურების ბრალდებას გაავრცელებდა, ის იქნებოდა გამარჯვებული და შეძლებდა ამ ბიჭის ცხოვრების განადგურებას. ეს ძალიან საშიში რამეა. მადლობა ყურადღებისთვის ამ საკითხზე.